მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით საქართველოს ეკონომისტთა მერვე ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. ამ ეტაპზე მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორებს, პროფესორებსა და ეკონომიკური პროფილის სტუდენტებს. ღონისძიების მონაწილეების სხვა აქტუალურ თემებთან ერთად იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის ეკონომიკური ეფექტები და გლობალური ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები, მდგრადი ეკონომიკური განვითარების გამოწვევები და ტენდენციები. ასევე განიხილავენ შრომის ბაზარს, დასაქმებასა და სოციალურ შრომითი ურთიერთობების საკითხებს. საქართველოს ეკონომისტთა ეროვნულ კონფერენციებს აქვს თავისი ისტორია და ყველაფერი იწყება ასე. 1918 წელს გამოვიდა პირველი ჟურნალი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში გამოვიდა, ეს იყო საქართველოს ეკონომისტი. გამოვიდა 1918 წელს სექტემბრის მეორე პარასკევს. აი სწორედ ეს იყო ინსპირაცია იმის, რომ 1999 წელს შევიკრიბეთ ეკონომისტები და ვთქვით, რომ შემოვიღოთ საქართველოს ეკონომისტის დღე და ეს პროფესიული დღე დავამტყიოთ სწორედ პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის გამოსვლას და 1999 წლიდან ეკონომისტები აღნიშნავთ ეკონომისტის დღეს სექტემბრის მეორე პარასკევს. 2018 წელს, როცა შესრულდა 100 წელი ამ ჟურნალის გამოსვლიდან, გადავწყვიტეთ, რომ ეს დღე ყოფილიყო არა უბრალოდ ეკონომისტების შეხვედრა, არამედ ჩაგვეტარებია ეკონომისტების ეროვნული კონფერენცია. წელს არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავი იუბილე, საიუბილეო წელია და გადავწყვიტეთ ეს კონფერენცია მიუძღვნათ სწორედ მეცნიერებათა აკადემიის 85 წლის თავის იუბილეს. დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ახალციხიდან სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ვფიქრობ, რომ ეს კონფერენცია იქნება არანაკლებ წარმატებული ვიდრე წინა წლების. და საინტერესო რა არის, იცით, რომ ამ კონფერენციას ელოდებიან არა მარტო თბილისში, არამედ ელოდებიან რეგიონებში. თბილისში ჩამოდიან, ან სხვა რეგიონებში ჩადიან და საკმაოდ დიდი მხარდაჭერაა ქართულ ეკონომისტებს შორის. ასევე პოპულარული არის ეს კონფერენცია ქართულ სტუდენტებს შორის, სხვადასხვა უნივერსიტეტის ეკონომიკური და ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის სტუდენტებისთვის, როგორც დოქტორანტებისთვის და მაგისტრანტებისთვის, ასევე საუკეთესო ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებიც ღებულობენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომისტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება. ღონისძიება ყოველ წელს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. ამჯერად კონფერენცია ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 16 ივლისამდე გაგრძელდება.